პუტინის ჭtildeოვანი ფლოტი მთელ მსოფლიოში დაცურავს და კრემლის საბრძოლო ხაზინას უკანონო ფულით ავსებს. ახლა უკრაინა ამაზე მოქმედებს. საიდუმლო ხმელთაშუა ზღვის ბაზაზე ფარული უკრაინელი ჯარისკაცები პუტინის ვერა გემებს დასდევენ. ეს რუსეთისთვის დიდი სიურპრიზია და პუტინი ვერ შეაჩერებს იმას, რაც მოდის, რადგან უკრაინა კიდევ ერთ ქვეყანასთან ერთად მუშაობს, რომ ეს უკანასკნელი გადარჩენის გზა გაანადგუროს. ჩვენ გქონდა მინიშნება, რომ რაღაც მსგავსი ხდებოდა. 2025 წლის 19 დეკემბერს უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად წარმატებით დაარტყა რუსეთის ჭtildeოვანი ფლოტის ტანკერს. კენდილი, რომელიც ომანის დროშის ქვეშ ცურავდა, საერთაშორისო წყლებში მალტასა და საბერძნეთს შორის დაარტყეს. უკრაინამ სიხარულით აიღო პასუხისგებლობა ამ ოპერაციაზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ანუ SBU-მ, გამოაქვეყნა ვიდეო და მსოფლიოს აუწყა, რომ მან დაარტყა რუსული ჭtildeოვანი ფლოტის გემს, რომელიც უკრაინის საზღვრებიდან 2000 კილომეტრზე, ანუ 1240 მილზე იყო დაშორებული. რუსეთი ამ ტანკერს იყენებდა სანქციების ასაცილებლად და ფულის მისაღებად, რომელიც ომში მიდიოდა უკრაინის წინააღმდეგ, განაცხადა SBU-მ თავდასხმის შემდეგ და დაამატა. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლისა და ომის კანონებისა და წესჩვეულებების თვალსაზრისით, ეს SBU-სთვის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა. ტერმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა არ გაჩერდება და მას ნებისმიერ ადგილას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაარტყამს. საშიში მუქარა და რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინამ მეორე დართვა მიაგენა ჭtildeოვანი ფლოტის ტანკერს ხმელთაშუა ზღვაში. იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ისმოდა კითხვები, თუ როგორ შეძლეს უკრაინულმა დრონებმა ასე შორს გაევლოთ და დაერტყათ კენდილისთვის, ხმელთაშუა ზღვაში თხევადი ბუნებრივი აირის, ანუ LNG-ს გადამზიდავი გემი Arctic Metagaz დაზიანდა. გემი 60,000 ტონა თხევად ბუნებრივ აირს მთლიანად რუსეთიდან ეზიდებოდა და ამ თავდასხმამ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ცხრა ევროკავშირის ქვეყანა, იტალიის ხანძღვანელობით, თავდასხმა დაგმო მისი შესაძლო ეკოლოგიური შედეგების გამო. სოფლიო ველური ბუნების ფონდმა დააკენა საკითხი ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, რომელიც შეიძლება გამოეწვია გემის ჩაძირვას. ეს თავდასხმა განსხვავდებოდა კენდილის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისგან. პირველი გემი ცარიელი იყო. Arctic Metagaz-ი სავსე იყო. და როგორც ახლავს საუბრობთ, Arctic Metagaz-ი ჯერ კიდევ გაჭედილია. 4 აპრილის ანგარიში ევრონიუსმა განაცხადა, რომ Arctic Metagaz-ზე თავდასხმა მოხდა, როცა ის ეგვიპტეში პორტ საიდში მიემგზავრებოდა. თავდასხმის შემდეგ გემის ეკიპაჟი მალტის ხელისუფლებამ ევაკუაცია მოახდინა, სანამ ის საჭის გარეშე ლიბიის მიმართულებით არ დაიძრა. ლიბიის ხელისუფლებამ აპრილის დასაწყისში ბუქსირების ოპერაციის ჩატარებას სცადა. კაბელი, რომელიც დაზიანებულ რუსულ ტანკერს ნაპირზე მიათრევდა, გაწყდა. Arctic Metagaz-ი ისევ ზღვაში გაიტაცა დინებამ. ის კვლავ დატვირთულია 60,000 ტონა თხევადი ბუნებრივი გაზით. ამ დროისთვის რუსეთი ძალიან დაეჭვდა. უკრაინას არ დაუდასტურებია დართმა Arctic Metagaz-ზე, როგორც ეს კენდილზე გააკეთა. მაგრამ რუსეთისთვის თავდასხმის მხოლოდ ერთი დამნაშავე შეიძლებოდა ყოფილიყო. და კიდევ ბევრად მეტი იყო. რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინა ხმელთაშუა ზღვაში ჭtildeოვანი ფლოტის გემებზე თავდასხმისას დრონებს საკუთარი ტერიტორიიდან არ უშვებდა. დახმარებას ვიღაცა უწევდა. და ეს დახმარება მოდიოდა იმავე ქვეყნიდან, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ვერ შეძლო Arctic Metagaz-ის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, ლიბიიდან. რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინამ Arctic Metagaz-ზე თავდასხმა ლიბიის სანაპიროდან გაშვებული უპილოტო საზღვაო დრონებით განახორციელა. ვლადიმერ პუტინი თავად გამოვიდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში და ეს თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. აღნიშნა, რომ მსგავსი რამ პირველად არ ხდება. რუსეთში სხვებიც, მათ შორის ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო, მუქარებს ავრცელებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირი ყველაფერში თანამონაწილეა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს რუსეთი ცდილობდა ყველას დააბრალოს, ვისაც კი მოიფიქრებდა, რომ ნახოს რა გაამართლებს, მაგრამ ერთ საკითხში მართალი იყო. უკრაინა მართლაც განახორციელა შეტევა Arctic Metagaz-ზე ლიბიიდან და ეს ხსნის კარს ახალ ფეთქებად პროქსი კონფლიქტზე, რომელიც უკრაინის ომს აფრიკის ტერიტორიაზე გაავრცელებს 4 წლის შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. ეს არის ესკალაცია, მსგავსი რამ ომში ჯერ არ გვინახავს და მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ, როგორ დაიწყო ეს პროქსი ომი და რას ნიშნავს იგი. პირველ რიგში უკრაინის ფარული საქმიანობის დადასტურება ლიბიაში მოვიდა რადიო ფრანს ინტერნაციონალიდან, ანუ RFI-დან, რომელიც საფრანგეთის სახელმწიფო საერთაშორისო რადიო საინფორმაციო ქსელია. RFI ამტკიცებს, რომ უკრაინას ლიბიაში ყოფნა აქვს მინიმუმ 2025 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც კიევის და ტრიპოლის მთავრობებს შორის შეთანხმება გაფორმდა. ეს ძალიან დიდი ამბავია და საქმე კიდევ უფრო ღრმად მიდის. ორი ლიბიელი წყაროს თქმით, რომლებმაც RFI-სთან ისაუბრეს, უკრაინა სრულად იყენებს ამ შეთანხმებას. ამჟამად ლიბიაში შეთანხმების ფარგლებში 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ექსპერტი და ოფიცერია გაგზავნილი. ეს 200-ზე მეტი პერსონალი განთავსებულია 3 სხვადასხვა ობიექტზე, რომელთაგან ერთ-ერთი ლიბიის საჰაერო ძალების აკადემია მიზრატაშია. ამ ობიექტში ასევე განთავსებულია იტალიის და თურქეთის ძალები, ასევე დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ცენტრი და აშეჩესის აფრიკის სარდლობა. არ არის გასაკვირი, რომ რუსეთს ეშინია. მხოლოდ უკრაინის ოფნა ამ ბაზაზე მიუთითებს ქვეყნისა და მისი რამდენიმე მოკავშირის შორის თანამშრომლობის გაძლიერების პოტენციალს. ვინ იცის, რა სახის ინფორმაციას იღებს უკრაინა ბაზაზე მდებარე დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ცენტრიდან.
შეიძლება იმ ცენტრმა მიაწოდა უკრაინას ის, რაც არქტიკული მეტაგაზის თავდასხმის განხორციელებისთვის სჭირდებოდა. აძლევს თუ არა ის ცენტრი უკრაინას ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ მისივე ტერიტორიაზე. ამ კითხვებზე პასუხისგაცემა შეუძლებელია. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ამ კითხვებს სვამენ. თუმცა სწორედ მეორე ბაზა, რომელიც პუტინს კიდევ უფრო მეტად დააფიქრებს. RFI ამატებს, რომ უკრაინელი ექსპერტებიც განთავსებულნი არიან ზავიას ბაზაზე. ტრიპოლიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ანუ 21 მილის დაშორებით ჩრდილოეთით მდებარე ეს ბაზა აღჭურვილია ინფრასტრუქტურით, რომელიც საშუალებას იძლევა საჰაერო და საზღვაო დრონების გაშვებას. სურათი ნელ-ნელა იკვეთება. დაზვერვის მონაცემები მიზრატას ბაზიდან შესაძლოა გადაეგზავნა უკრაინის დრონების ოპერატორებს ზავიაში. იმ ბაზიდან ამ ოპერატორებს შესაძლოა გაეშვათ საზღვაო დრონები, რომლებმაც არქტიკ მეტაგაზი მთხრობრიდან გამოიყვანეს. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. უკრაინა არაფერს ამხელს. მესამე ბაზაც აშენების პროცესშია. უკრაინულ პერსონალს ლიბიის მთავრობის მიერ ნებადართული აქვს სანაპირო ობიექტზე წვდომა და მას შემდეგ ისინი აქტიურად მუშაობენ ამ ობიექტის სამხედრო დანიშნულების ადგილად გადაქცევაზე. RFI-ის ინფორმაციით, ობიექტზე თავდაცვითი შესაძლებლობები უკვე გაძლიერებულია, რადგან უკრაინამ იქ ანტენის სისტემები დაამონტაჟა და ასაფრენი ბილიკები მოაწყო. საკმაოდ ნათელია რისთვისაც გამოიყენება ეს რესურსები. ანტენები უკრაინას ეხმარება ლიბიის სიახლოვეს მოძრავი გემების მონიტორინგში, ხოლო ასაფრენი ბილიკები შეიძლება გამოყენებული იქნას დრონების გასაშვებად, რათა ეს გემები დაარტყან თუ დადგინდა, რომ ისინი რუსეთის ჩრდილოან ფლოტს ეკუთვნის. დაუბრუნდეთ არქტიკულ მეტაგაზზე განხორციელებულ დარტყმას. იმაზე თუ როგორ განხორციელდა ეს დარტყმა, გარკვეული მინიშნებები იყო, რამაც რუსეთს თავდაპირველად ლიბიის ჩართულობის ეჭვი გაუჩინა. LP-ის მიხედვით, საზღვაო დრონი, რომელმაც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემი დაარტყა, ატარებდა 300 კილოგრამამდე, ანუ დაახლოებით 660 ფუნტზე მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას და ჰქონდა 800 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 500 მილის სიშორე. ეს მაშინვე მიანიშნებდა ყველას, ვინც ყურადღებას აქცევდა, რომ ეს დრონი უკრაინის ტერიტორიიდან ვერ იქნებოდა გაშვებული. ის ობიექტები, რომელთაც უკრაინა ხმელთაშუა ზღვაში უტყამს, 1000-ობით კილომეტრითაა დაშორებული. LP ასევე ვარაუდობს, რომ ლიბიაში მოქმედი უკრაინელი ექსპერტები შეიძლება იყვნენ SBU-ს წევრები, რომელიც უკრაინის საზღვაო დრონ SysBaby-ს იყენებს, ან უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც მეგურა საზღვაო დრონს იყენებენ. ორივე შეიძლება ყოფილიყო ის იარაღი, რომელმაც არქტიკ მეტაგაზს დაარტყა. ამ ყველაფრის შედეგები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის უზარმაზარია. პუტინის ფარული გემების კოლექცია, რომლებიც ხშირად სხვა ქვეყნების დროშებით დაცურავენ, რათა მათი ნამდვილი მფლობელობა დაფარული იყოს, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით, წელიწადში დაახლოებით 87-დან 100 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს გამოიმუშავებს. ცენტრის განცხადებით, ეს რიცხვი ემთხვევა ან აღემატება იმ სამხედრო დახმარების ოდენობას, რომელიც უკრაინისთვის პუტინის შეჭრის დაწყების შემდეგ იქნა მიწოდებული. ჩრდილოვანი ფლოტი პუტინის გადარჩენის საშუალებაა. ეს ერთადერთი რამაა, რაც ნავთობისა და გაზის ფულის რუსეთში შემოდინებას უზრუნველყოფს, მაშინ როცა ქვეყანა ცდილობს გაუნკვალდეს იმ ეკონომიკურ შეზღუდვებს, რომლებიც დასავლეთის სანქციებმა უნდა დააწესოს მასზე. თუ ახლა უკრაინას შეუძლია დაარტყას ჩრდილოვანი ფლოტის გემებს, რომლებიც ლიბიასთან ძალიან ახლოს მიდიან, ეს ნიშნავს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიდი ნაწილი რუსული საეჭვო გემებისთვის ჩაიკეტება. აფრიკელი ნავთობისა და გაზის მყიდველები რუსეთისთვის უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდებიან. უკვე მოძველებულ ტანკერებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს, უფრო გრძელი გზების გავლა უწევთ, რათა პუტინისთვის საჭირო ადგილამდე მიაღწიონ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ცვეთსა და დაზიანებას იმ ხომალდებზე, რომლებიც ხშირად საერთოდ არ უნდა ცურავდნენ. გარდა ამისა, რაც უფრო დიდხანს რჩებიან ეს ხომალდები წყალში, მით უფრო იზრდება შანსი, რომ ისინი ან სანქციების განმახორციელებელი ორგანოების, ან თავად უკრაინის მიერ იქნებიან დაჯერილი. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი სამიზნედ იქცა. რუსეთის სასიცოცხლო არხივი იწროვდება. მაგრამ როცა უკრაინა ხმელთაშუა ზღვის საიდუმლო ბაზებიდან რუსეთის გემებზე ნადირობს, კიდევ უფრო დიდი პრობლემა ზედაპირქვეშ ტუხს. ლიბია არ არის უკრაინის მტკიცე მოკავშირე, როგორც ეს ყველაფერი შეიძლება ჩანდეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც პოლიტიკურ შიდა დაპირისპირებებსა და გავლენისთვის ბრძოლაშია გახლეჩილი, რაც ლიბიას გარდაქმნის პროქსი ომის ასპარეზად, სადაც უკრაინის ომი უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს ბევრად გადააჭარბებს. ეს ყველაფერს ცვლის. სხვათა შორის სწორედ ამიტომ ქმნით სამხედრო შოუს, რომ აუხსნათ, როგორ მოქმედებს რეალურად ძალაუფლება. თუ არხიდან სარგებელს ირებთ, გამოიწერეთ, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი ვიდეოები. ლიბია გამოწვევად იქცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრა დაიწყო. უკვე რეგიონული არასტაბილურობის პირობებში მყოფი ლიბია შეჭრის დაწყებამდე სირიელი დაქირავებულების თავშესაფარი იყო, რომელთაგან 300 ბენღაზის ქალაქში იყო განთავსებული. რუსეთსა და სირიას აშკარა კავშირები ჰქონდათ სირიის დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის დაცემამდე. ამიტომ ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნიდან დაქირავებულები ლიბიაში იყვნენ განთავსებული, აჩვენებდა, რომ რუსეთი ცდილობდა თავისი გავლენა ლიბიის გულში გაეფართოებინა. ამას წარმატებითაც ახერხებდა. პერული რუსული დაკირავებული ორგანიზაცია, ვაგნერის ჯგუფი, უკვე ბრძოლის ხალიფა, ჰაფთარის გვერდით, რომელიც არის ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური და 2019 და 2020 წლებში ტრიპოლის ალყაზე იყო პასუხისმგებელი. მისი სახელწოდების მიუხედავად, ლიბიის ეროვნული არმია შორს არის ლიბიის მთავრობის ოფიციალური სტრუქტურისგან.
ეს არის პარამილიტარული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და სამხედრო ნაწილებს, ლიბიის ოფიციალური მთავრობისგან ქვეყნის კონტროლის გადაბარების მიზნით. პუტინს ძალაუფლებისთვის ბრძოლა ძალიან მოსწონდა. ლიბიაში არასტაბილურობა იზრდებოდა, რადგან მიმდინარეობდა ბრძოლა ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობისა, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია როგორც ლიბიის ოფიციალური მთავრობა და ეროვნული სტაბილურობის მთავრობის შორის, რომელსაც მხარს უჭერს ჰაფთარი და ირიბად რუსეთი. უკრაინაში შეჭრამდე პუტინი ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც მან უკვე ბევრ ქვეყანაში გააკეთა. დაეთესა უკმაყოფილების თესლი და დაეჭირა მხარი პროქსებს, რომლებიც შეძლებდნენ გაეზარდათ რუსეთის გავლენა აფრიკაში. ეს მარტივი სტრატეგია. თუ რუსეთის მხარდაჭერა ჰაფთარს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარება, გენერალი რუსეთის ვალში იქნება. ნავთობი და გაზი, ორივე მათგანი ლიბიას აქვს, გახდება გადახდის საშუალება და რუსეთი შეძლებს ლიბია გამოიყენოს როგორც ქვეყანა, სადაც ბაზებს ააშენებს, რათა თავისი გავლენა საკუთარი საზღვრების მიღმა გაავრცელოს. დღევანდელ დღემდე თუ გადმოახტებით, უკრაინა ახლა ლიბიის მთავრობის ოფიციალურ სტრუქტურასთან თანამშრომლობს. კიდევ ერთხელ პუტინმა შექმნა სიტუაცია, რომელიც არასდროს იარსებებდა, რომ არა მისი უკრაინაში შეჭრა. პუტინის სურვილმა უკრაინა რაღაც ახალი საბჭოთა კავშირის ნაწილად დაიბრუნოს. მას თვალი აუხვია და შედეგად რუსეთმა დაიწყო იმ გავლენის დაკარგვა, რომელსაც ლიბიაში ეძებდა. პროქსი ომი მწიფდება და რუსეთი ამით უკმაყოფილოა. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა 8 აპრილს გაავრცელა კომენტარები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ემუქრება უკრაინის ქმედებები ლიბიაში ხმელთაშუა ზღვის ონკერად გადაქცევას. ზახაროვას თქმით, უკრაინამ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გაგზავნა დანაყოფი, რომელსაც ის ჯგუფ 13-ის უწოდებს და ეს ჯგუფი მშრალი ტვირთმზიდი გემით აკვირდება ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს შავ და ხმელთაშუა ზღვებში. ან ტანკერს, როგორც ამბობენ, შეუძლია ნებისმიერ მომენტში საზღვაო დრონების გაშვება და ზახაროვა მიანიშნებს, რომ შესაძლოა ის ჩართული იყო არქტიკულ მეტაგაზზე თავდასხმაში. ნიშნავს, რომ ლიბია ახლა თანამონაწილეა იმაში, რომ უკრაინას ამ ტანკერის გამოყენების საშუალება მისცა, რის გამოც ზახაროვა საერთაშორისო საზოგადოებას ადანაშაულებს უმოქმედობაში. სრულ მორალის მქონე რუსეთი ისევ თავისას აკეთებს. წლების განმავლობაში ცდილობდა ლიბიაში საკუთარი გავლენის გაძლიერებას, ახლა კი უკრაინას ადანაშაულებს იმავე ქმედებაში, ოღონდ ბევრად უფრო ეფექტურად. რუსეთი წუხს, რომ თითქოს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, თუმცა უβულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ეს გემები ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელიც მხოლოდ პუტინის სამხედრო მიზნებს ემსახურება. თავარი დასკვნა ამ ყველაფრიდან ისაა, რომ რუსეთი გაბრაზებულია იმაზე, თუ როგორ შეძლო უკრაინამ ლიბიაში ვითარების შემოტრიალება, რაც თავის მხრივ უკრაინას ხმელთაშუა ზღვისა და აფრიკის რეგიონებში გავლენას აძლევს. სხვები კი აფრთხილებენ, რომ ამ ყველაფრის შედეგად შესაძლოა გაჩნდეს ეგრეთობელი ნაცრისფერი ზონის კონფლიქტი. Times of Israel-ისთვის წერილში ამინ აიუბი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ფორუმის წევრია, წერს, რომ უკრაინის მოქმედება ლიბიის სასანაპიროსთან შემთხვევითი არ არის. ეს არის გააზრებული ტრანსფორმაცია, რომელსაც აიუბი მიიჩნევს ცდილობად შეიქმნას მოწინავე ოპერაციული ბაზა ევროპული ომის დასაწყებად, რომელიც არაბულ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. ლიბიის ნავთობი და გაზი ახლა მოწყვლად იხდება, შესაძლოა რუსეთის თავდასხმების მიმართ, რადგან პუტინი ხედავს, რომ მისი გავლენა ლიბიაში იკლებს. თუ ხმელთაშუა ზღვა გადაიქცევა კონფლიქტის კერად, როგორც ეს უკვე ითქვა, ეს ასევე გამოიწვევს ქაოსს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რომლებიც უკვე შოკირებულია ჰორმუზის სრუტის ბლოკადით. აიუბის თქმით, ლიბიის სუვერენიტეტს ახლა ისე ეპყრობიან, როგორც ვაჭრობის საგნად ქცეულ გირაოს. და ის ამბობს, რომ ყველა უცხოური სამხედრო გავლენა ქვეყანაში, იქნება ეს რუსული, უკრაინული თუ თურქული, უნდა იყოს გაკონტროლებული გაეროს მკაფიო მანდატით. ამ მანდატს სავარაუდოდ მალე არ მივიღებთ. ლიბიაში ახლა ფეთქებად საშიში ვითარება, რომელიც SSA იფეთქებს. უკრაინის საიდუმლო სამხედრო ბაზები ლიბიაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან ბრძოლისთვის და პუტინი ჯერ კიდევ არ აპირებს ლიბიაზე გავლენის მოხდენის ცდილობებზე უარის თქმას. რუსეთმა უკვე სცადა ლიბიაში გადანაცვლება, მას შემდეგ რაც სირიის რეჟიმი, რომელიც პუტინს ახლო აღმოსავლეთში გავლენას აძლევდა, დაინგრა. რუსეთმა უკვე დაიწყო ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის ლიბიაში გადაყვანა 2025 წლის იანვრისთვის, ასადის დაცემიდან სულ რამდენიმე კვირაში. დაახლოებით იმავე პერიოდში დასავლეთის სახელმწიფოები ხაფთარის ოჯახის წევრებს ებრანჭებოდნენ, რაც აჩვენებდა, რომ განხეთქილებები იქმნებოდა იმ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გენერლის შიდა წრეში. რუსეთისთვის ლიბია ასევე წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ თავის მტრებს ზიანი მიაყენოს იძულებითი მიგრაციის ჰიბრიდული ტაქტიკით. ევროპის კავშირი უკვე ჩავარდა პუტინის დაგებულ მახეში 2025 წელს, როდესაც დელეგაცია ხაფთართან შესახვედრად გაგზავნა. ეს არის საველე მეთაური, რომლის ლიბიაზე პრეტენზიებს საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევს. მისთან ურთიერთობით ევროპის კავშირმა ლეგიტიმაცია მიენიჭა ახალ აღმოცენებულ რეჟიმს, რომელსაც პუტინის მხარდაჭერა აქვს. რუსეთი ლიბიაში გრძელვადიან სტრატეგიას მიხვება. ქვეყნის ოფიციალური მთავრობა ახლა უკრაინას მიმართავს, რათა გამოასწოროს ის დისბალანსი, რომელიც პუტინის მოქმედებებმა გამოიწვია. ლიბიის მთავრობამ უკრაინასთან 2025 წლის ოქტომბერში გაფორმებულმა შეთანხმებამ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე უბრალოდ უკრაინისთვის რამდენიმე ლიბიურ ბაზაზე დაასახლების უფლების მიცემა. იტყობინება კიევ ინდეპენდენტი. უკრაინელი და ლიბიელი ჯარისკაცები ერთმანეთს უკავშირდებიან ლიბიის 111 ბრიგადის შტაბში. შეთანხმება, რომელიც უკრაინას ჯარისკაცების განთავსების უფლებას აძლევს, ასევე ხელსაყრელია ლიბიის მთავრობისთვის.
მედიის ცნობით, ლიბიამ მიიღო დაპირება დრონების მართვის სწავლების შესახებ, ასევე ინვესტიციები ლიბიის ნავთობის სექტორში და უკრაინის მხრიდან მომავალში იარაღის გაყიდვის პირობა, როგორც კი რუსეთთან ომი დასრულდება. ლიბია აქ ორ მხარეს შორის არ მანევრირებს. ქვეყანას თავად აქვს ორი მხარე და ისინი შეჯახებისკენ მიემართებიან. The Guardian-ი წერს, რომ ჰაფტარს აქვს ძალაუფლება ტახტის გარეშე და ის ლიბიის სანაპიროს იყენებს ათასობით მიგრანტის ევროპულ ტერიტორიაზე გასაგზავნად, შესაძლოა პუტინის დავალებით. ლიბია ასევე არის გზაჯვარედინი, რომელსაც რუსეთი იყენებს იარაღის სუდანში გადასატანად, სადაც სამოქალაქო დაპირისპირება ქმნის ინქაოს, რომლის გამოყენებაც პუტინს უყვარს. The Guardian-ის მიხედვით, ვინც ლიბიას აკონტროლებს, მას აქვს ევროპაზე ზეწოლის უზარმაზარი ბერკეტი. რუსეთი და უკრაინა ახლა ამ კონტროლისთვის იბრძვიან. ერთ მხარეს არის პუტინის მიერ მხარდაჭერილი ომის ბელადი, რომელიც ცდილობს ძალაუფლება საკუთარ ხელში ჩაიგდოს. მეორე მხარეს ოფიციალური ლიბიის მთავრობა უჭერს მხარს უკრაინას, სამომავლოდ გამოცდილებისა და იარაღის სანაცვლოდ. ასე რომ ხმელთაშუა ზღვაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე თავდასხმებმა შეიძლება ყველა სათაური დაიკავოს. მაგრამ ამ თავდასხმების მიღმა იმალება ფარული ოპერაციები, საიდუმლო შეთანხმებები და მზარდი პროქსი ომი, რომელიც შეიძლება აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვასაც კი მოედოს, რადგან რუსეთი და უკრაინა ლიბიაზე იბრძვიან. სოფლიო ომი მწიფდება. შესაძლოა ლიბია ამ ყველაფრის გულში აღმოჩნდეს. და პუტინს მხოლოდ ლიბია არ დააფიქრებს. უკრაინის გავლენა სხვაგანაც იზრდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც რუსეთი ცდილობს პროქსი ომის წარმოებას, ბულგარეთი და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიანიშნებენ, რომ მზად არიან პუტინს დაუპირისპირდნენ და უკრაინას შეუერთდნენ. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩნდეთ ჩვენი უახლესი რეპორტაჟები უკრაინის ომთან დაკავშირებით. და მადლობა როგორც ყოველთვის რომ მოყურებთ.